საქართველოს მთავრობამ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2.060.000 ლარამდე სუბსიდია გამოუყო. გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობას, ფერმერებისთვის ფინანსური დანაკარგების შემცირებას და რეგიონის ეკონომიკის სტაბილურობის მხარდაჭერას. იმისაც, რომ პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, დამატებით გამოიყო თანხა სარეზერვო ბიუჯეტიდან. ჯამში დღევანდელი მდგომარეობით გაცემულია 5 მილიონ ლარამდე სუბსიდიის თანხა ბიუჯეტიდან. შესაბამისად, აღნიშნული პროცესი გაგრძელდება და ვიდრე ჩვენი ფერმერები გააგრძელებენ არასტანდარტული ციტრუსის ჩაბარებას, შეუზღუდავი რაოდენობით აჭარის მთავრობა მზად არის, რომ გააგრძელოს სუბსიდია. სუბსიდირების პროგრამით ისარგებლებენ აჭარაში მოქმედი ციტრუსის გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც სეზონის განმავლობაში ფიზიკური პირებისგან არასტანდარტულ მანდარინს მინიმუმ 0.40 თეთრად შეისყიდიან. თითო კილოგრამ პროდუქცია სახელმწიფო სუბსიდიის სახით 0.35 ლარს უნაზღაურებს ფერმერებს. სახელმწიფოს მხარდაჭერა მოსავლის დაბინავების პროცესს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. ფერმერები ფინანსურად დაცულები არიან, რაც მოსავლის გაფუჭების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. აჭარაში ციტრუსის სეზონი აქტიურად მიმდინარეობს. ექსპორტირებულია 26,000 ტონამდე ციტრუსი, შემოსავალმა კი 15 მილიონი დოლარი შეადგინა. მაღალი მოსავლიანობის გამო გადამუშავდა 13,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ციტრუსი. მივიღეთ 4,500 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ესეთი ნაბიჯი. ჩვენ შეუფერხებლად მივიღებთ რამდენიც იქნება საჭირო იმდენ არასტანდარტულ მანდარინს. ფერმერი იღებს 40 თეთრს, აქედან 35 თეთრი არის სუბსიდია და 5 თეთრს ამატებს ბიზნესი. სუბსიდია რო არ ყოფილიყო, აუცილებლად ესეთ შედეგები არ იქნებოდა. მოსავალი ძალიან დიდი იყო, სადღაც 15 ტონამდე მქონდა შემოსული მოსავალი. აქედან 5 ტონა იყო ენესი, რასაც გასულ წლებში ნამდვილად ვერსად ვერ ვყიდით და ვყიდით. მთავრობის გამოყოფილი თანხით სუბსიდირებით, ყოფილები ვარ ძა, რომელიც ჩავაბარეთ 40 თეთრად. მთავრობის გადაწყვეტილება აძლიერებს რეგიონში ციტრუსის წარმოების მდგრადობას, უზრუნველყოფს ფერმერების მხარდაჭერას და ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რაც აჭარის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან საფუძვლად რჩება.